ერთი ჩვეულებრივი დღე იდგა, როდესაც ჩემმა მეგობარმა ცოტნემ დამირეკა. მაგრამ რეალურად ას ცვლის, რადგან ქვემოთ ბიჭო, მაგარი ჩელენჯი მოვიფიქრე, მის პირველი მიაღწევს YouTube-ზე 1000 გამომწერს გამარჯვებულიც ის იქნება. რა იყო გეშინია? მოკლედ ბევრი აღარც მიფიქრია და უკვე ვიცოდი რისი გაკეთებაც მინდოდა. ამიტომაც რა თქმა უნდა პირველ რიგში გავსტარტეთ XAMPP სერვერი. შემდეგ კი რა თქმა უნდა გადავიდით ვიდეოს ყველაზე რთულ ნაწილზე, რასაც ფოლდერის შექმნა ქვია. სახელი იყოს ეს. რა თქმა უნდა გადავიდით localhost-ის სერვერზე და ახლა ვეძებთ ჩვენს ფოლდერს. აი ისიც. ეხლა ჯობია გადავინაცვლოთ Visual Studio-ში და შევქმნათ ჩვენი პირველი ფაილი. მოკლედ ბევრი აღარც მიფიქრია, რადგან ამ ბოლო დღეების განმავლობაში მაინც ერთი და იგივე მასალაზე ვუგზაობდი, ამიტომაც გადავწყვიტე რომ შემექმნა ჩატი ჩემი გამომწერებისთვის. რა თქმა უნდა ჩვენი პირველი ფაილი უნდა იყოს index.php, უпростоრად index.html და ახლა უკვე გადავიდეთ საიტის დიზაინზე. ესე იგი გადავწყვიტე რომ საიტი უნდა ყოფილიყო ძალიან თანამედროვე და მარტივი. ამიტომაც პროექტში შემოვიტანე რა თქმა უნდა CSS-ის ლინკი, შემდგომში აიკონები და JavaScript-ი, რომელსაც სამომავლოდ გამოვიყენებთ. ამის შემდეგ რა თქმა უნდა HTML-ის საშუალებით შევყარი ასე ვთქვათ ინფორმაცია ჩვენ საიტზე და შემდგომში უკვე გადავედით CSS-ზე. ესე იგი CSS-ის ძალიან რთული და საკმაოდ გრძელი კოდი გამოვიდა, ამიტომაც გადავწყვიტე რომ ეს მომენტიც ამეჩქარებინა. და ის საბოლოო შედეგი. ვფიქრობ რომ ნორმალური გამოვიდა. მოკლედ რეგისტრაციის პეიჯიც გვაქვს. ეხლა გვჭირდება შესვლის პეიჯი იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი უკვე დარეგისტრირებულია. რა თქმა უნდა ასეთი პეიჯი ვერ მოიძებნა. რა თქმა უნდა გადავიდით Visual Studio-ში და ვქმნით login.php-ს. უпростоრად HTML-ს. ამ მომენტში უკვე დიდად აღარ მიწვალია, რადგან კლასები იგივე მივეცი, რამაც იდეალურ შედეგამდე მემიყვანა ჩემი აზრით. მოდი ამ მომენტსაც ავასრულებ. და მგონი კაია. უბრალოდ აქ ცოტა გადავაქართული. მოკლედ რეგისტრაციის და შესვლის პეიჯიც მზად არის, მაგრამ ამის შემდეგ უნდა გადავამისამართოთ ჩვენი მომხმარებელი იუზერების პეიჯზე. ამიტომაც გვჭირდება user.html და ახლა უკვე შევუდგეთ სტილიზაციას. ოკეი, მე მგონი არც ისე ცუდია. ეხლა გვჭირდება ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩატის პეიჯი, სადაც რა თქმა უნდა მოხდება მთელი ამბები. ესე იგი ჩატის პეიჯიც უკვე შექმნილია, ახლა ერთ-ერთი რაღაცა გვჭირდება, რასაც PHP ქვია და ამ ყველაფრის გაცოცხლება. წავედით. მოკლედ დიზაინი კი კარგი არის, მაგრამ მოდი JavaScript-ითაც ხელი შევავოთ. აი ეს რაღაც show hidden-ი გავუწეროთ JavaScript-ში რა მოკლედ. რომელი მომენტსაც რა თქმა უნდა კვლავ ავაჩქარებ. და ეხლა მოდი გავტესტოთ ჩვენი კოდი. მშვენიერია. ხო, აი ეხლა მშვენიერია. მოკლედ ამის შემდეგ ცოტა ვიმუშავეთ. ბევრი ვიმუშავე, მოკლედ ვიმუშავე და ახლა ვნახოთ შედეგი. რაღაც რატომღაც არ მოქმედებს, ამიტომ მოდი კონსოლში გადავიდეთ. ესე იგი გადავედი კოდში და რაღაცები შევცვალე. მოდი ეხლა შევხედოთ ჩვენს შედეგს. და ერორიც გაქრა. მოკლედ ჩემი ბედის. ესე იგი კოდის წერის დროს ვიდეო გამეთიშა, მაგრამ არ იდარდოთ, დიდი არაფერი არ გამოგიტოვებიათ. ეხლა უკვე შეგვიძლია გავხსნათ ჩვენი პეიჯი სხვა ბრაუზერში და უკვე ვნახოთ შედეგი. მოკლედ აქ სახელი გვარი რაღაცა ჩაუბროთ ყველაფერი გავიარე. აქ ჩემი გაწერილი ერორი ამოაგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად მოქმედებს და ეხლა უკვე გადავიდეთ მეორე იუზერის პეიჯის შექმნაზე. აქ როგორც ხედავთ, რამოდენიმე იუზერი უკვე დავარეგისტრირეთ ტესტ ვერსიისთვის და ეხლა უცადოთ როგორი მოქმედებს ეს ყველაფერი ჩვენს ნაღდ პეიჯზე. როგორც ხედავთ, დავაჭირეთ თუ არა რეგისტრაციას, მაშინვე ჩვენს იუზერების პეიჯზე გაჩნდა ახალი იუზერი. ეხლა კი ვნახოთ როგორ მოქმედებს ჩატი. ეს მომენტი კი ეძღვნება ვიღაც მდაბიო ხალხს და ის სიამოვნეთ.
მოკლედ ყველაფერი იდეალურად მოქმედებს. თუ გსურს რომ გავაგრძელო მსგავსი კონტენტი, გამოიწერე არხი და დაალაიქე ვიდეო.